სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით, მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს უკვე მეოთხე გადაცემა არის ახალი ფორმატით. ვაგრძელებთ სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების გაშუქებას, როგორც ამ სეზონში გქონდა გაცხადებული. და დღეს გვეყოლებიან ახალგაზრდობის სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრები ალექსანდრე ზიბზიბაძე, ელენე კაპანაძე, ასლან ართმელაძე და მარიამ დარბაიძე. მოგესალმებით, ისინი ისაუბრებენ ამ საბჭოს შესახებ, ასევე თავიანთი ორგანიზაციების შესახებაც, რომელსაც იქ წარმოადგენენ. მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა დღეს ამ გადაცემაში ესე ჩართვისთვის. პირიქში ალექსანდრეს ვთხოვდი, რომ გაგვაცნოს ახალგაზრდობის სააგენტოს საკონსულტაციო საბჭო, როგორ შეიქმნა, ზოგადად რას აკეთებს და რისთვის არსებობს. მადლობა ესმა და მივესალმები ჩვენს მსმენელებს და ასევე სოციალურ ქსელებში მაყურებლებს. ზოგადად ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა ევროპის საბჭოს Advisory Council on Youth მოდელის მიხედვით და პირველი მსგავსი საბჭო არის საქართველოს რეალობაში, რომელიც მოქმედებს. საბჭო არის საკმაოდ წარმომადგენლობითი და აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა ფაქტობრივად ყველა რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ჯამში სულ ვართ 23 წევრი ამ საბჭოში და საბჭოს ძირითადი ფუნქციები არის აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებში, ლობირება გავუწიოთ ახალგაზრდების ინტერესებს, რომ მათი ასახვა მოხდეს სხვადასხვა სამთავრობო პოლიტიკებში და დოკუმენტებში და ასევე საზოგადოებრივ სხვადასხვა რეკომენდაციებს ვამუშავებთ და სააგენტოს ვაწვდით სხვადასხვა მიმდინარე პროექტზე, რომელიც ახალგაზრდებთან უშუალო კავშირში არის. მაგალითად, ახალგაზრდობის სტრატეგია 2025-თან დაკავშირებით, რომელზეც ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალგაზრდულ მოხალისეობრივ სტრატეგიაზე, ასევე სააგენტოს ისეთ პროექტებზე, როგორც არის მილიონიანი ფონდი და ასე შემდეგ. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, საბჭოს მთავარი მიზანი არის, რომ ახალგაზრდების ხმა და ჩვენ როგორც ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას საქართველოს მასშტაბით წარმოვადგენთ და ჩვენს პროექტებში არიან ჩართული, რომ ახალგაზრდების ხმა მაქსიმალურად ისმოდეს ისეთ კომისიებში და სხვა უწყებებში, სადაც ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება და მიიღება გადაწყვეტილებები. ეს არის ზუსტად საბჭოს მიზანი ამ შემთხვევაში. თუმცა ეს ძირითადად მაინც თვითონ ახალგაზრდობის სააგენტოს აძლევთ, ხო, ამ რჩევებს და კონსულტაციებს და არა იმდენად, ასე ვთქვათ, მთავრობას თუ ყველა საჯარო უწყებას აძლევთ ამ რჩევებს. კი ბატონო, მაგაზეც გიპასუხებ, თორე რა თქმა უნდა, საბჭო არის უშუალოდ ახალგაზრდობის სააგენტოს მრჩეველთა საბჭო, ამიტომ ჩვენი უშუალო მანდატი ეხება ახალგაზრდობის სააგენტოში მიმდინარე სამუშაოებს, თუმცა ახლა მაგალითისთვის ახალგაზრდობის სტრატეგია, რომელიც წეგან ვახსენე, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც შემუშავებაზე და ასევე განხორციელებაზე შემდეგ სამოქმედო გეგმის პასუხისმგებელი იქნება მთლიანად მთავრობა და შესაბამისი უწყებები და ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, სხვა ყველა უწყება ჩართული იქნება ამ სტრატეგიის განხორციელებაში და ჩვენც ვიქნებით წარმოდგენილი იმ უწყებათა შორისო საბჭოში, რომელიც ამ სტრატეგიის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს. თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უშუალოდ ახალგაზრდობის სააგენტოში მიმდინარე პროექტებს და პროცესებს ეხება ჩვენი მანდატი და რა თქმა უნდა, პირდაპირ სხვა სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების მრჩევლობა არ გვაკისრია, ეგ მაინც რომ დავაზუსტოთ. შენ ახსენე ასევე ევროპის საბჭო, რომ ევროპის საბჭოსაც აქვს თავისი ახალგაზრდობის მრჩეველთა საბჭო. ევროპის საბჭო ზოგადად ცნობილი არის უფრო მეტად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოთი და აი ამ იურიდიული და პოლიტიკური შემადგენელი ნაწილით და
საინტერესოა რომ ცოტა მოკლედ რო გვითხრა მისი ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ის საბჭო როგორ არის მოწყობილი უკვე ევროპის საბჭოში. კი, ესმა მადლობა საინტერესო კითხვა. ნუ ზოგადად ეს ახალგაზრდობის საბჭოები აპრობირებული მოდელი არის და თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს, როგორც ახსენე ევროსაბჭოშიც არის, მაგალითად ნატოსაც ყავს, რომლის წევრი მაგალითად მე გახდით რამდენიმე წლის წინ და ასე შემდეგ. ზუსტად ჩვენი საბჭო ამ შემთხვევაში არის შექმნილი ევროსაბჭოს მოდელით, ანუ ჩვენი ფუნქციონირება, შინაგანა წესი და დებულება არის მსგავსი ევროსაბჭოს მოდელის. ამ შემთხვევაში ვართ 23 წევრი, თუმცა ეს წევრები ვართ გადანაწილებული სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში. გვაქვს ამ შემთხვევაში ჩვენ 5 სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფები მუშაობენ ყურადღებულ საკითხებზე. მაგალითად, ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფს აღარია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და ეს თემატიკა. მეორე სამუშაო ჯგუფს მაგალითად ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებიც რაც ეხება ახალგაზრდებს, ეს მიმართულება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ამ სხვადასხვა თემატურ მიმართულებებზე ჩვენ მუშაობთ და ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის, რომ შესაბამისი რეკომენდაციები საბჭოს მივაწოდოთ და მაქსიმალურად ლობირებდეთ ახალგაზრდების ინტერესებს, რომ ისინი ასახული იყვნენ ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც ახალგაზრდას ეხება ჩვენს სახელმწიფოში. ნუ როგორც ეგ არის და ევროსაბჭოს შემთხვევაშიც მსგავსი მუშაობა არის. ევროსაბჭო როგორც ერთ-ერთი მიმართულება არის, მაგალითად იგივე სტრასბურგის სასამართლო რომ აქვს, მაგალითად აქვს დიდი ეგრეთ სადამკვირვებლო მისიებს აგზავნიან, ხო, ყველა ხშირად მაგაშიც ერთვებიან და ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს, რა ვიცი, ევროსაბჭოს უცხოში რა თქმა უნდა აგვერიოს ხშირად ერთმანეთში, თუმცა ევროსაბჭოს ბევრ რაღაცაში არის ძალიან აქტიური და მათი ახალგაზრდობით საბჭოს იმაზე მუშაობს, რომ ახალგაზრდების ხმა და ახალგაზრდების ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რეზოლუციებში და სხვა დოკუმენტებში, რომელსაც ეოთო შეიმუშავებს. ჩვენ შემთხვევაშიც მსგავსი მოდელი არის. მოდი აი ახლა უკვე ახალგაზრდულ ამ ჩვენი საბჭოს ჯგუფებზეც გადავიდეთ. მარიამ, თუ შეგიძლია რომ გვითხრა, შენ რომელი ჯგუფის წევრი ხარ და რა საკითხებს აყენებს საბჭოს ფარგლებში? თუ იყო უკვე საბჭოს სხდომა და რა განიხილეთ, თუ შეიძლება რომ დავიწყოთ შენგან. გამარჯობა ესმა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. უკვე სანდრო მახსენა, რომ ჩვენ გვაქვს სამუშაო ჯგუფები, მე ვარ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების კოორდინატორი. ეს არის ჯანმრთელობა, ახალგაზრდების ჯანმრთელობა, სოციალური კეთილდღეობა და ინკლუზია, რომლებიც დამეთანხმები, რომ საკმაოდ მოცულობითი და საკმაოდ დიდი თემა, ჩემი ამეტყვის რომ სწორი მიმართულება მივცე ამ სამუშაო ჯგუფს, რიგო ამ კუთხით რა საჭიროებები არსებობს, რა როლი აქვს ამ ყველაფერში ახალგაზრდა სააგენტოს და ასევე რას აკეთებენ და ახორციელებენ ამ მიმართულებით რეგიონალური, ადგილობრივი და ავტონომიურ დონეზე სხვადასხვა ორგანიზაციები. მე ვარ ფონდი აურესის მოკლედ ახალგაზრდობის ლიდერი და ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართულებით მუშაობს და შესაბამისად მე ძირითადად რაშიც მაქვს კომპეტენციას, მე დაზიანების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართულებით მუშაობ ჩვენ. ამ მიმართულებით ვცდილობ, რომ შევთავაზო ახალგაზრდობის სააგენტოს რეკომენდაციები, წინადადებები, ინიციატივები, რაც გვაჩნია, თუმცა ანუ სტრატეგიული მიმართულება და სამუშაო ჯგუფი, რომლის კოორდინატორიც ვარ, მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობებს არ მოიცავს, თქვა სხვა უმცირესობებს, სექსუალურ უმცირესობებს, ეთნიკურ უმცირესობებს, ახალგაზრდების თქვა სპორტში ჩართულობა, მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და სხვა მრავალი საკითხია და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს მოიცავს და სწორედ მათ კოორდინირებას ვეწევი მე და ჩემთვის რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში გათვალისწინებული იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. აი ამაზე რო გითხრა შშმ პირთა ჩართულობაზე, შენ ჯგუფიც გაქვს, შეხვედრებიც გაგიმართავს ამ კუთხით, რას აკეთებ, როგორ რთავ თემის დანარჩენ წევრებს? დიახ, ანუ ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა იყო ის, რომ მე როგორც უკვე აღნიშნე, ვარ ორგანიზაციიდან, რომელიც მუშაობს სმენის დაზიანების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართულებით. შესაბამისად, მე არ მაქვს ახლა იმხელა კომპეტენცია, მაგალითად, როგორც შენ უსინათლოთა თემის მიმართულებით ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობების საკმაოდ დიდი თემია, ხომ? ამიტომაც ზუსტად ჩემი ინიციირებით იყო ერთ-ერთი შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოს რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებშიც ახალგაზრდა შშმ თემის წევრები ესწრებოდნენ და ბატონმა რეზომ წარადგინა ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა, მისი მიზანი, რეფორმები, ასევე
დიახ, ანუ ეს იყო ერთ-ერთი მათგანი და ასევე მილიონიან ფონდთან დაკავშირებით ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩემი ის იყო, რომ ეს ანუ იმ ინიციატივებს, რომელსაც დააფინანსებს ახალგაზრდობის სააგენტო, უნდა იყოს ეს სივრცეები და ეს პროექტები მაქსიმალურად თანასწორ გარემო უნდა შეუქმნას ადამიანებს და ახალგაზრდებს და ასევე ინკლუზიური გარემო უნდა შეუქმნათ მათ და ასევე ჩვენი ინიციატივა არის ერთ-ერთი რომ მათ დაეგზავნოთ რეკომენდაციების პაკეტი, რომელშიც მოცემული იქნება სხვადასხვა მასალა, ანუ რაც მოგვეპოვება ახლა სამწუხაროდ მასალების სიმწირეა და დიდი რაოდენობით არ გაგვაჩნია, რაც მოგვეპოვება რომ თქვა იმ პროექტებში, იმ აქტივობებში, რომელსაც ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ახორციელებდნენ, მაქსიმალურად შეძნოთ და გქონდეთ ინფორმაცია, რომ ამ პროექტში ჩართული იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და არა მხოლოდ სხვადასხვა საჭიროების მქონე პირები. თუნდაც ბანაკში როგორ მაგალითად ჩავთოთ, როგორ ჩავუტაროთ ტრენინგი ისე რომ ზუსტად ამ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის გასაგები და მისაღები იყოს. ახლა ასლანთან მინდა გადავიდე. ასლან, თუ შეგიძლია რომ შენც გითხრა, რა მიმართულებაში ხარ შენ ჩართული და რა პრობლემებს ხედავ შენს მიმართულებაში, რა გამოწვევებს და რა საკითხებს აყენებ აი საბჭოს ხდომებზე მაგალითად. მოგესალმებით ყველას. მადლობა ეს ამოწვევისთვის. თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ახლახან დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა. სულ რაღაც 2 კვირის წინ ჩამოვაყალიბეთ ავირჩიეთ ბიურო და თითოეული ჯგუფის მიმართულება განსაზღვრეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქმიანობას ახლა ვიწყებთ და ახლა იწყება ძირითადად ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირება. მე გახლავართ ცოტა გზელი სახელი აქვს ჩემს მიმართულებას, ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობის ჯგუფის კოორდინატორი. ამ მიმართულებაში შედის ძალიან ბევრი თემა, მაგალითად, აქ შეიძლება იყოს იგივე არაფორმალური განათლების განვითარება, ჰობი განათლების მიმართულება და რაც თავარია კომპეტენციების განვითარება, სამომავლო დასაქმებისთვის და სხვადასხვა საქმიანობებისთვის. ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა მაინც ახალგაზრდებს არ აქვს ერთიანი ინფორმაცია ამ მიმართულებით და რაღაც წერტილო უნდა ხდება ამ მიმართულებაზე აქცენტს მოხდება. ჩვენი მიზანი იქნება ეს ყველაფერი გავაერთიანოთ, ერთ სივრცეში მოვაქციოთ და ჩვენ ვთქვათ გაერთიანებული ორგანიზაციული ძალებით ყველა ორგანიზაციას რაღაც დახმარება და რეკომენდაცია გავუწიოთ. თუმცა პირველი რიგში ჩვენ ძირითადად მოვალება მაინც არის საბჭოს მომავალი სააგენტოს მომავალი საქმიანობის გაცემა და მათი საქმიანობის მონიტორინგი. რომ მათ მოგახსენოთ, უკვე პირველი დოკუმენტი ჩვენ რაზეც ვიმუშავეთ, აქ უკვე დავასრულეთ. გვაქვს მოცულობითი რეკომენდაციები მილიონიანი საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით და აგრეთვე ვაპირებთ ყველა მიმართულებით დეტალების გამოთქმა. ასევე თემთან დაკავშირებით ჩვენ ძირითადად ყველა რეგიონიდან არის ორგანიზაცია წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე არ გაგვიჭირდება სხვადასხვა თემა ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ჯგუფთან დაკავშირება, რადგან ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ ზუსტად იმ ხიდს, რომ გავიდეთ პირდაპირ კონტაქტზე ყველა საჭირო აუდიტორიას. ასლან, როგორ ფიქრობ აი იმ პრობლემას, რომ ძალიან ხშირად ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ პროექტში, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ პირიქით, ანუ უფრო მეტ ახალგაზრდაზე გავიდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები? პირველ რიგში ამ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი რეგიონალური წარმომადგენლობა და უნდა დაიწყოს სკოლის დონეზე ახალგაზრდების გააქტიურება, რადგან ჩემი გამოცდილებით რეგიონებში და პერიფერიულ მუნიციპალიტეტებში მაღალ კლასებამდე, ძირითადად მე-12 კლასამდე ან უნივერსიტეტში ჩაბარებამდე უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს თუ რამე აქტივობა შეუძლია სკოლის გარდა. ამ პანდემიურმა მდგომარეობამ ერთი მხრივ პატარა დადებითი შედეგის მოიტანა, თითქმის ყველა აქტივობა ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა, აქედან გამომდინარე ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდა წტომა და გაიგო მეტი ინფორმაცია თურმე რამდენი შესაძლებლობა აქვთ ამ ახალგაზრდობის კუთხით, თუმცა იგივე მუნიციპალიტეტებში კვლავ მეორე პრობლემა მიჩნდა
თავი თუ უკვე ონლაინ პლატფორმაში შეგიძლია რაღაც აქტივობები მოისმინო, მეორე მხრივ არის ხარისხიანი ინტერნეტი, რომელიც საშუალებას არ გაძლევს ცუდი ინტერნეტი, რომელიც საშუალებას არ გაძლევს ჩაერთო აქტიურად სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩემი აზრით სამომავლოდ ეს გამოცდილება, რომელიც ახლა მიიღეს ახალგაზრდებმა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას და აგრეთვე დიდი ორგანიზაციებს, რომელიც აკეთებენ პროექტებს, აქტიურად უნდა გავიდნენ ველზე, იმუშაონ სათემო ორგანიზაციებთან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვან ამ აქტივობებში. უბრალოდ თორე სხვაგვარად Google Docs-ზე გამოყენებული აპლიკაცია მონაწილეებს არ შეკლებს, რადგან მაგალითად მე ყოველდღიურად ათობით აპლიკაცია ვხდება, რომელიც ეპატიჟებს სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუმცა ეს აპლიკაციები ან არ არის სრულად წარმოდგენილი, ან არ წერია სრული ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, ბევრ ახალგაზრდას შეიძლება ნდობაც არ ჰქონდეს და ვერც წარმოუდგენია, თუ სადღაც აპლიკაციით შევსებით, შესაძლებელია რაღაც შანსის ან ძალიან კარგი პროექტში ან ტრენინგში ან გასვლის პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს. ახლა მინდა ელენესთან გადავიდე, თუ შეიძლება რომ თქვენც გაგვაცნოთ თავი, რა მიმართულებით ხართ საბჭოში ჩართული და რა გამოწვევებს ხედავთ თქვენი მიმართულების კუთხით, რას წამოწევთ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მაგალითად. მომიუსამად მსმენელს. ჩემი მიმართულება არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა. ეს არის მიმართულება, რომელიც პირველ მიზნად მოიცავს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას და მონაწილეობრივი პოლიტიკის დანერგვას, სადაც ახალგაზრდები არიან ჩართულები და იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ საჭიროებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება არის იმდენად ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. საკითხები არის შემდეგი ახალგაზრდული საქმიანობა, მოხალისეობა, დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა, ასევე სამოქალაქო განათლება და მოქალაქეობა. მოკლედ ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და შესაბამისად გამოწვევები განსხვავებული არის მიმართულებების მიხედვით. მე მიხარია, რომ ვინაიდან ჩემი მიმართულება მოიცავს მოხალისეობას, ჩვენ შესაძლებლობა გქონდა ჩვენ პირველ სხდომაზე მოგვესმინა ახალგაზრდული მოხალისეობის ასე ვთქვათ, ახალი კონცეფცია, მოგვესმინა სტრატეგია, მიგვეღო მონაწილეობა ფოკუს ჯგუფში დაგვაფიქსირებინა ჩვენი აზრი და ვფიქრობ, რომ ეს უკვე პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ასევე დავიწყეთ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, სამოქმედო გეგმაში ვითვალისწინებთ ყველა რეგიონის ას, როგორც უკვე ალექსანდრემ აღნიშნა, ჩვენი საბჭო არის ძალიან მრავალპროფილური და ასე რეგიონი არის ჩართული, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა ახალგაზრდის ხმა იქნება გაჟღერებული. ელენე, თუ შეიძლება რომ ისიც გითხრათ, მე როგორც ვიცი, ყოველწლიურად მოხდება საბჭოს განახლება და წევრთა შერჩევა. ზუსტად აი თქვენ მიმართულებას კარგად ებნის ეს ჩართულობის საკითხი. აქვე რო ხაზი გაუსვათ იმას, რომ მომავალ წელს უკვე სხვა ორგანიზაციებსაც შეეძლებათ წარმოადგინონ წევრები, ესე 29 წლამდე ასაკის, შეავსონ ეს აპლიკაცია და გახდნენ შეუერთდნენ ახალგაზრდობის სააგენტოსთან აღნიშნულ საბჭოს, ხომ? თუ სწორად ვიცი. საბჭო პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ არის მოხალისეობრივი, რაც ახალისებს შესაბამისად იმას, რომ მოხალისეობის კულტურა უნდა დაინერგოს და განვითარდეს საქართველოში. ასევე მე ყველას ვურჩევდი ახალგაზრდას, ვინც არის დაინტერესებული ცვლილებებით, არის დაინტერესებული, რომ მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა, ვურჩევდი, რომ აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა შემდეგ წელს. ჩვენ ვეცდებით, ეს ჩვენთვის საპილოტე ვართ და ვეცდებით, რომ კარგი მონაპოვარი დაუტოვოთ, კარგი გამოცდილება უკვე გავუზიაროთ ახალ მრჩეველთა საბჭოს და იმედია, რომ ჩვენი მხრივ გავამართლებთ. მედებს რომ მოტივაციას ახალ მრჩეველთა საბჭოს, რომ მონაწილეობა მიიღონ, გამოაგზავნონ აპლიკაციები და შემდეგ გააჟღერონ თავიანთი რეგიონის და საზოგადოების ხმა. სანდრომ გააჟღერა და ბევრმა კიდევ მილიონიან ფონდზე ასლანმაც ახსენა. თუ შეგიძლია რომ ესეც კარგად გვითხრა, რომ რეალურად მილიონიანი ფონდის და საერთოდ საგრანტო კონკურსებში თქვენ როგორც საბჭოს წევრებს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებშიც არ გაქვთ ხომ მონაწილეობის მიღების უფლება თქვენს ორგანიზაციებს, რომელსაც წარმოადგენთ? მილიონიანი ფონდი, როგორც იცით უკვე
განხორციელდა, ანუ დაიგეგმა და უკვე მიმდინარეობს დაფინანსებული პროექტების განხორციელება. ჩვენ ამ მხრივ ჩართულები ვართ წინა მილიონიანი ფონდის რეკომენდაციების შემუშავებით. ვფიქრობ და ვადით ახალგაზრდობის სააგენტოს რეკომენდაციების პაკეტს თუ რას ვთვლით, რომ არის შესაძლებელი, რა უნდა განხორციელდეს უკეთესად იმისთვის, რომ მიეცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ განახორციელონ საკუთარი იდეა, მიეცეთ ასევე საინიციატივო ჯგუფებს უფლება და საშუალება, რომ განახორციელონ ახალგაზრდული იდეა და პროექტი. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ამ კუთხით ვართ ჩართულები, როგორც ჩემთვის არის ეს ცნობილი, არ არის შეზღუდული ეს მიმართულება, რომ თუ დავუშვათ ჩვენთა საბჭოში არის შენი ორგანიზაცია, არ გაქვს პროექტში მონაწილეობის უფლება, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო არის მეორე მიმართულების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული და შესაბამისად მონაწილეობას ვიღებ და მე მგონი მე როგორც ვიცი არ არის ჯერჯერობით ეს დავუშვათ შეზღუდული, თუმცა არ ვიცი ეს მეორე წელს იქნება თუ არა. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი ესეთ იქნება, თუ ალექსანდრას ან სხვა ვინმეს ექნება დამატების უფლება. ხო, თუ შეიძლება რომ დავამატებ ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზეც და როგორც მე ვიცი, სამმავლოდაც ყოველ შემთხვევაში არ იგეგმება რომ საბჭოს წევრების ორგანიზაციების მონაწილეობა მილიონიან საგრანტო ფონდში შეიზღუდოს. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ ვართ სრულიად მოხალისეობრივი დაუმოუკიდებელი მრჩეველთა საბჭო, ანუ ჩვენ სააგენტოს თანამშრომლები არ ვართ და სააგენტოსთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ, ანუ ჩვენი ფუნქცია არის სააგენტოს რჩევლობა, მათ შორის კრიტიკულად დანახვა იმ პროცესების, რაც სააგენტოში მიმდინარეობს, ამიტომაც მაგალითად დღეს საბჭომ ერთად გადავუგზავნეთ სააგენტოს ჩვენი 18 რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მილიონიანი საგრანტო ფონდის სამომავლოდ. ანუ სააგენტოს რჩევები მივეცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ფონდის თვითონ ეს გრანტის გაცემის კონკურსი იყოს უფრო სამართლიანი, კიდევ უფრო წარმატებული და კიდევ უფრო სწორი ვიდრე წელს იყო. ანუ ეგ ერთი რაც უნდა აღვნიშნოთ და მეორე უშუალო ინტერესი და კონფლიქტი, ანუ ჩვენ არ გვაქვს, რადგან საბჭოს წევრები აპრიორი არ ვართ და არ ვიქნებით იმ საგრანტო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტს თუ რომელი ორგანიზაციები მიიღებენ იმ დაფინანსებას. შესაბამისად, ანუ გავლენა იმ პროცესზე გვექნება ფაქტობრივად მინიმალური, მხოლოდ ამ ეტაპზე ვართ ჯერჯერობით ჩართულები, სადაც ხდება შემუშავება თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს კონკურსი, ანუ საერთო წესები როგორ უნდა იყოს ყველასის, თუმცა შემდეგ აწვლის მიღების პირები არ ვიქნებით. ამას თუ ვინ აიღებს გრანტს, წვეთს საკმაოდ კვალიფიციური კომისია, რომელშიც არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ზუსტად ისინი განსაზღვრავენ თუ ვინ მიიღებს გრანტს. ჩვენ ერთ-ერთი რასაც გვინდოდა და ჯერჯერობით ჩავერიეთ, უხეშად რომ ვთქვათ, სააგენტოს თხოვნით ამ შემთხვევაშიც, რომ შევთავაზეთ თუ როგორ უნდა მოხდეს ეს კონკურსის გამოცხადება, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ, რომ იმ მიზანს, რაც შეეხება ახალგაზრდების გაძლიერება და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება, რასაც ეს მილიონიანი ფონდი იზიარებს საკუთარ თავში, რომ ის უკეთესად განხორციელდეს. მე მინდა კიდევ ერთხელ ზუსტად სანდრომაც ისაუბრა მოხალისეობაზე და მინდა ვთქვა, რომ ის რადიო The Helping Hand, რომლის ბაზაზეც ჩვენი რადიო არსებობს, უკვე წლებია, რაც მოხალისეობრივ სტრატეგიაზე საუბრობს, მის საჭიროებაზე და ამ საკითხების ადვოკატირებს, რომ რაღაც სახელმწიფომ გააკეთოს მოხალისეობის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მისი გაზრდის კუთხით, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ საბჭოს ჩართულობაც. მოდი უკვე გადავიდეთ თქვენს ორგანიზაციებზე, თქვენ ასევე სხვა მხრივაც ხართ ჩართულები, აქტივისტები ხართ. მოდი ალექსანდრე, შენ გითხარი, წარმოგვიდგინე მომავლის აკადემია, რომლის დამფუძნებელიც ხარ, რას საქმიანობს ეს ორგანიზაცია, მოკლედ რომ გითხრა. მადლობა ესმა. ერთ იმას დავამატები მხოლოდ, რომ მოხალისეობას რაც შეეხება, უკვე ამჟამად მიმდინარეობს მოხალისეობის სტრატეგიის შემუშავება
რომელშიც სააგენტოც არის აქტიურად ჩართული, ჩვენს პირველ სხდომაზეც ჰქონდა სამუშაო ჯგუფები და ფორმატი, სადაც ჩვენც როგორც საბჭო ჩავერთვეთ ამ მოხალისეობრივ სტრატეგიის შემუშავებაში და ეხლა გადავალ უშუალოდ საქართველოს მომავლის აკადემიაზე, რომელზეც შემიძლია რაღაც საათობით ვისაუბრო, თუმცა შევეცდები რომ 30-40 წამში მაქსიმუმ თქვა მინდოდა. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 2015 წელს, ანუ ვართ ჯერჯერობით 5 წლის, 5 წელი შეგვისრულდა 19 აგვისტოს და ჩვენი ძირითადი მიზანი და მისია არის რომ ქართველ ახალგაზრდებს, არა მხოლოდ ქართველ, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სწორად რომ ვთქვათ, მივაწოდოთ ისეთი ცოდნა და უნარები, რომლებსაც მათ სკოლაში და უნივერსიტეტში ვერ იღებენ მასობრივად, ან თუ იღებენ, რაღაც ძალიან მინიმალური ჯგუფები იღებენ. რა ვიცი, ასეთ უნარებში ბევრი სხვადასხვა შეიძლება იყოს მაგალითად საკუთარი თავის აზრის გამოხატვა, კარგად, რა ვიცი, დებატი და ასე შემდეგ, ეკონომიკური განათლება, ადამიანის უფლებების მხრივ განათლება, იგივე სახელმწიფო როგორ მუშაობს, როგორ ხდება მაგალითად ბიუჯეტის შედგენა და ასე შემდეგ. ბევრ სხვადასხვა თემატიკას მოიცავს ჩემი ორგანიზაცია. ჯერჯერობით ჩვენი ძალიან წარმატებული და დიდი პროექტი არის იდებატე, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ აქტიურ მოდებატეს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ყველაზე დიდი დებატების community, ანუ network-ი თუ საზოგადოება საქართველოში რეალურად. ეს არის სეზონური ჩემპიონატი, რომელიც ტარდება წელიწადში ორჯერ, გვაქვს შემოდგომის და გაზაფხულის სეზონები და შესარჩევი ტურნირები ტარდება საქართველოს 7 ქალაქში. ეს ქალაქები არის ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი და თბილისი. შემდეგ ამ შესარჩევი ტურნირის საუკეთესო გუნდები გადადიან ფინალურ, ანუ ეროვნულ ჩემპიონატის დონეზე, სადაც უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან და ვლინდება საქართველოს ჩემპიონი დებატებში, რომელიც შემდეგ უკვე მიემგზავრება სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში. ეს არის ამ დებატების კუთხით ჩვენი გამოცდილება ჩემი ორგანიზაციის. მაგის გარდა მაგალითად ხვალ ჩემი ორგანიზაცია ძალიან აქტიურად დააკვირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის ამ კუთხითაც ვაქტიურობთ და ვცდილობთ რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად დავამობილიზოთ და ჩავრთოთ პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის ამ შემთხვევაში დამკვირვებლების სტატუსით. წარმატებულ და მშვიდობიან არჩევნების დღეს გისურვებთ. მადლობა ესმა, მადლობა. ამის გარდა გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით პროგრამები, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ეკონომიკა, ეს ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენ საზოგადოებაში, რომ ახალგაზრდებმა ეკონომიკა არ იციან და შემდეგ ძალიან უჭირთ რაღაც მარტივი ეკონომიკური ჭეშმარიტებების მსჯელობა და გაზრდილების მიღება და ადამიანების უფლების კუთხითაც რაღაც პროექტებს ვახორციელებთ. ჯამში თანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, გვაფინანსებს ამერიკის საელჩო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ. და ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობა თქვენს პროექტებში უფასოა მონაწილეებისთვის? ძირითადად ჩვენს პროექტებში მონაწილეობა არის ან სრულიად უფასო ყველა მონაწილისთვის, ან ხანდახან ვადებთ ძალიან სიმბოლურ ფასს პროექტში მონაწილეობას, რომელიც არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუმცა რომც არ იყოს სოციალურად დაუცველი ყველა ნებისმიერი ახალგაზრდა ყოველთვის ყველა პროექტში უფასოდ იღებს მონაწილეობას, რამაც არ შექმნას პრობლემა, რომ ჩვენი გამოცდილებით ხანდახან შეჯობია, მაგალითად, რომ სიმბოლურად 5 ან 10 ლარი დაადო საფასური, რომ მისმოვლენ შესამოწმებლად სიტუაციის, არ მოვიდნენ და როდესაც ცოტა ფულს გადაიხდიან, უფრო ყურადღებით და მოტივაციით ერთვებიან ამ პროექტებს. მაგრამ ძალიან ხშირად უფასო არის ეგეთი პროექტებიც გვაქვს. ზოგადად წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პრაქტიკული უნარები, რაც ახსენე, ხო, ეკონომიკის ცოდნა, თქვათ, ბიუჯეტის დაგეგმა, სამედიცინო წიგნიერება, ანუ ელემენტარული, რომ შეგვიძლია მაგალითად ექიმს ვკითხოთ რაღაც დიაგნოზი რას ნიშნავს და ასე შემდეგ, თუნდაც და სხვა საკითხებში წიგნიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი პრაქტიკული უნარებით ახალგაზრდების აღჭურვა. მარიამ, შენთან გადმოვალ, თუ შეგიძლია რომ მოკლედ გვითხრა აურესის ახალგაზრდული ფრთის საქმიანობის შესახებ. დიახ, მე პრინციპში უკვე ვახსენებ ფონდი აურესი, მაგრამ დამატებით ინფორმაციას, ფონდი აურესი 8 წელია უკვე რაც არსებობს, სმენის დაზიანების მქონე ახალგაზრდების უფლების მიერ არის დაარსებული და ასევე ერთ-ერთი დამაარსებელი არის ერთი სმენა და დაქვეითებული ორგანიზაციაში 2018 წლიდან ვარ, როგორც ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ძირითადად რასაც ვაკეთებ ეს არის ვცდილობ რომ მოვიწიო სმენის დაზიანების მქონე ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან და გავიგო მათი საჭიროებები, დავეხმარო, გავაძლიერო, სხვადასხვა ინფორმაცია, საგან მივაწოდო მათ, ასევე სმენის დაზიანების მქონე ადამიანების უფლებების ადვოკაციასაც ვეწევი, სხვადასხვა საგანმანათლებლო შეხვედრებს
სადაც მართავთ ხოლმე და თვითონ ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ყავს და იქაც გაგვაქვს ხოლმე ჩვენს ახალგაზრდული ფრთის საქმიანობა და ზოგადად როგორი მდგომარეობაა სმენის დაზიანების მქონე პირების მიმართულებით საქართველოში და მინდა რომ ეს პლატფორმა გამოვიყენო და ერთ რაღაცა ვთქვა კიდევ რომ 2020 წლის კოხლეარული იმპლანტის პროგრამა არის გაჩერებული და ანუ მიუხედავად იმისა რომ ჩემი ორგანიზაციის წევრებს აქვთ გამუდმებით ურთიერთობა რა ვიცი ჯანდაცვის სამინისტროსთან ადამიანის უფლებათა საბჭოსთან მიუხედავად ამისა მაინც აი მთელი 2020 წლის განმავლობაში ეს პროგრამა გაჩერებულია და უამრავი მომლოდინე ბავშვები არიან რიგში ანუ რო განმარტო კოხლეარული იმპლანტი ეს არის სიყრუის ალტერნატივა მოწყობილობა რომლის მეშვეობითაც ბავშვებს რომელსაც აქვს სმენის ძალიან ღრმა დაზიანება აქვს შესაძლებლობა რომ სამყაროს ხმები გაიგონ და სამწუხაროდ მთელი ეს 2020 წელი ნუ 2 თვე გადარჩა და ფაქტობრივად შეუძლებელია რომ ის 2020 წლის განმავლობაში რამდენი ბავშვიც იყო რიგში მოლოდინთა რიგში ფიზიკურად შეუძლებელია რომ ამ 2 თვეში მოხდეს ამ ბავშვების ჩართვა და ეს ყველაფერი რეალურად ანუ კოხლეარული იმპლანტის პროგრამა დამტკიცებული და დაანონსებულია ასე უბრალოდ ჯანმრთელობაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ამის გამო რატომღაც ვერ მოხდა რეალურად ამ პროგრამის განხორციელება, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს მომლოდინეთა სია გადაიწევს სამომავლოდ, დაემატება კიდევ ახალი ადამიანები და რა ვიცი, იმედია, რაც შეიძლება მალე ეს პროგრამა განხორციელდება და მინდოდა რომ თქვენი პლატფორმა გამომეყენებინა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან სამწუხაროა რომ ასე მოხდა, მით უმეტეს რომ ყველა მსგავსი პროცედურა, რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება მით ზოგ შემთხვევაში და რაც უფრო სწრაფად, მით უფრო ეფექტური შეიძლება გახდეს, თავისი რეაბილიტაციაც უნდა ახდეს, სმენის სწავლება და ასე შემდეგ. დიახ, ზუსტი ინფორმაცია გაქვს და სწორედ ამიტომაც არის, რომ 6 წლამდე ბავშვები არიან ხოლმე ყოველთვის პრიორიტეტებში, თორემ შეიძლება დასრულმად გაიკეთოს 60 წლის ადამიანმა, მაგრამ საქართველოში ბავშვების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ ხოლმე ხშირად კოხლეარული იმპლანტის ოპერაციით და აღარ არის საუბარი 60 წლის ადამიანებზე. თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ გითხრათ, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს საქმიანობის შესახებ. ვეცდები რომ მოკლედ ვისაუბრო ამ საკითხზე. ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო არის ხოლგა ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად იწესახავს ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებას, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და მათ შორის ახალგაზრდების კომპეტენციების, უნარების განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ თანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვართ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორუმის, ევროპის ახალგაზრდული ფორუმის წევრი 2000 წლიდან და ვართ სრულუფლებიანი წევრები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ხმას ახალგაზრდულ ხმას ვაჟღერებთ ევროპის ახალგაზრდულ ფორუმზე, ასევე ვქმნით ახალგაზრდულ პროექტებს, მათ შორის მოხალისეობრივ და სხვადასხვა უნარების ან შემეცნებით ან ცნობიერების სამაღლებელ ტრეინინგებს ვატარებთ, რაც მნიშვნელოვანია და სასიხარულო ამბავი არის, რომ 2020 წელს ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია, დაიწყო პროექტი, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის მეორე მიმართულების გამარჯვებული პროექტია. პროექტი მიზნად ისახავს 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის 90 მონაწილის ჩართვას და 3 მიმართულებით იქნება განხორციელდება ტრენინგი. ეს არის პირველი მიმართულება მართველი გუნდის, მეორე მიმართულება პროექტის მენეჯერების და მესამე მიმართულება ახალგაზრდული მუშაკების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის დამეთანხმებით, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ 30 ახალგაზრდულ ორგანიზაციას ეყოლება 3 გადამზადებული კადრი და ადამიანი, რომელიც მოკლედ მთლიანად აიღებს პასუხისმგებლობას ორგანიზაციის სტრატეგიის შექმნის, ორგანიზაციის ახალგაზრდული მუშაობის განვითარების და პროექტების, ფონდების მოძიების და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლედ მიმაჩნია ახალგაზრდულ სფეროსთვის ეს წარმატებები მინდა ვუსურვოთ თქვენ სამ ხოლგა ორგანიზაციას. ახლა ჩვენ რადგან დროში შეზღუდულნი ვართ, აუცილებელი რომ ასლანსაც მივცეთ შესაძლებლობა რომ მოყვეს თავისი ორგანიზაციის და თავისი საქმიანობის შესახებ, რადგანაც ეს იმისთვის არის, რომ ჩვენ მსმენელებმა შეძლონ ჩვენს ანუ ამ გადაცემაში გაშღერებულ ორგანიზაციებთან მიმართვა, ჩართულობა და ასე შემდეგ. სწორედ ამისთვის ვსვამთ ხოლმე ამ კითხვას. მე წარმოვადგენ ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს,
იგივე მეორენაირად ხულოს ლაგი, რომელიც შექმნილია ევროკავშირის ხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და პიესის კვლევითის ცენტრის მიერ. ეს კეთდება ემპარდის პროექტის ფარგლებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მსგავსი ინიციატივა და ჩვენი ძირითადი საქმიანობა ვრცელდება ხულოს მუნიციპალიტეტზე. ორგანიზაციის ფარგლებში გვაქვს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ვახორციელებთ საქმიანობას. ჩვენი სტრატეგია პირველი იყო 2018-22 წლების მანძილზე, ახლა გვაქვს შუალედური შეფასება და უკვე მომავალი თვიდან გვექნება 21-25 წლების სტრატეგია, რაც მნიშვნელოვანია. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დასაწყისში ახალგაზრდობის მიმართულება ჩვენს ორგანიზაციაში წარმოდგენილი ცოტა ნაკლებად იყო, თუმცა ბოლო პერიოდში და ამ სტრატეგიის განახლების დროს გვექნება უფრო მზარდი ახალგაზრდული მიმართულება, რადგან უკვე ბაზაზე გვყავს ახალგაზრდული გუნდი, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის წინ წამოწევა ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენი ორგანიზაცია კიდე იმით გამორჩევა, რომ ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტის ფარგლებში ერთადერთი მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა მომავალში აქტიური როლი ითამაშოს ხულოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და განვითარების პროცესში. მინდა წარმატებები ვუსურვო თქვენს ყველა ორგანიზაციას, განსაკუთრებით რეგიონებში მდებარეებს და ყველას მინდა რომ ვურჩიო, რა ვიცი, ვთხოვო, მოუწოდო, რომ მართლაც მიხვიდეთ ამ ორგანიზაციებში, ჩაერთოთ, დაანახოთ, რომ ინტერესი არსებობს, ამით მათაც დაეზოგებათ რესურსი, თქვათ, ანუ ახალგაზრდებთან ესე კარდაკარ სიარულის და მოძიების და უფრო სწრაფად დააქტიროთ შეძლებდნენ რაღაც ხელშესახების გაკეთებას. მაყურებელსაც მადლობას ვუხდით დღევანდელი გადაცემის ყურებისთვის. ერთი კვირით კი დაგემშვიდობებით დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.